დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი კი პატრიოტთა ალიანსის თბილისის საკრებულოს მე-7 ნომერი გიორგი კარტოზია იქნება. მოგესალმებით, ბატონ გიორგი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. ბატონ გიორგი, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ საზოგადოების პრობლემების შესახებ. ძალიან კარგად იცით, იგივე დიდუბეში მაგალითად თქვენ გასულ არჩევნებში, როდესაც იღებდით მონაწილეობას, მე პირადად მყოლი ხართ გადაცემაში სტუმრად და იცით უშუალოდ ქალაქში, დედაქალაქში რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას. მე ვიცი რომ ძალიან დიდი მართლა მხარდამჭერი ადამიანების ძალიან დიდი მხარდაჭერა გაგაჩნიათ, ამიტომ მაინტერესებს თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნებში და როგორია ის პრობლემები, რომელსაც საზოგადოება თქვენთან საუბრის დროს ასახელებს. მადლობა კითხვისთვის. ალეზე და პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს. დავიწყებთ ალბათ თავარი რაც იყო 4 წლის წინ ჩვენ პირადად მე როდესაც ვიყავი დეპუტატობის კანდიდატი, ჩვენ დავიწყეთ რეალურად საუბარი და მთელი ჩვენი საარჩევნო კამპანია იყო აგებული აი იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც დღეობით თბილისში არის და არ არის გადაწყვეტილი რა. ერთ-ერთი მთავარი ეს იყო ავარიული ბინები. განსაკუთრებით აი დიდუბე ჩუღურეთის რაიონში ეს პრობლემა არის ძალიან ესეთი და თქვენს არქივებშიც არის მე დამყავდა თქვენი ოპერატორები და თუ რა იმაში ცხოვრობს ხალხი აი კამიკაძეებს ვეძახდი მე მათ რომ ისეთი სიტუაციაში ცხოვრობს საფრთხის შემცვლელია ეს განსაკუთრებით ფიროსმანის ქუჩა, ჩუბინიშვილის ქუჩა აი ხალხი აი კამიკაძეები არიან ღამე შეიძლება აი ჩამოინგრეს სახლი და სამწუხაროდ აი ამ 2 თვის წინ მოხდა ის სავალალო შედეგიც რომელიც აი სადგურის ტერიტორიაზე რომ ჩამოინგრა ეს შენობა და სამწუხაროდ 2 ადამიანი იმსხვერპლა. რეალურად ჩვენ ეს დავიწყეთ, მქონდა იმედი რომ მერია გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა ამისკენ, მაგრამ ჩვენ დასაუბედუროთ არავითარი ნაბიჯი არ გადამდგარა, არ გადაუდგია მერიას იმისთვის რომ აი ეს ავარიული სახლების პრობლემა მოეხსნა მაგის მოხსნა საკმაოდ ძნელია, მაგრამ რაღაც ნაბიჯი გადაედგა, დაეწყო მაინც ამისთვის ხელშეწყობა აი ამ ავარიული სახლებიდან ან ხალხი გამოყვანა და უშუალოდ რაღაცა აი ესეთი მაგრამ თავარი აქ არის ის რომ ეს არ იყო მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არ იყო პოლიტიკური დღის წესრიგი და დღესაც აი რომ უყურებ ხო ის პრობლემები რომლებიც 4 წლის წინ არსებობდა დედაქალაქში ის პრობლემები დარჩენილია. დარჩენილია ის ნუ დავიწყებთ იგივე აი ეს ავარიული სახლების პრობლემა, დარჩენილია საცობების პრობლემა, დარჩენილია ეკოლოგიური პრობლემა და არ არის მოგვარებული. და ეს ქაოტური განეშინია. ნუ რა თქმა უნდა ეს ქალაქი ბეტონში ჩასმა ქალაქის ეს აი ეს პრობლემები ვერ მოაგვარა მერიამ და ალბათ ვერც მოაგვარებს, იმიტომ რომ მათ სხვა ინტერესებია უკვე მათი მხრიდან უკვე სხვა ინტერესები იკვეთება და ქალაქი იღუპება. ჩვენი ქალაქი იღუპება. და მიდის ეკოლოგიური კატასტროფისკენ და მიდის ქალაქი და რეალურად ვრჩებით ბედის ანაბარა. და ეს არის ყველაზე ცუდი და მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ აი ეს გუნდი რომელი გუნდიც პატრიოტთა ალიანსს ყავს წარმოდგენილი დღეს ეს არის პროფესიონალების გუნდი და ის ხალხი რომელსაც უყვარს თავისი ქალაქი, თავისი ქვეყანა და მიეცით ხმა მათ და თქვენ დაინახავთ განსხვავებას, რეალურ განსხვავებას დღევანდელსა და მომავალს შორის. აი ეს არის ჩემი ახლა სათქმელი და ასევე მინდა კიდევ ერთხელ დავუმატო ამას ყველაფერს ის რომ აი ეს პრობლემები, მოზღვავებული პრობლემები, ხო? ეხლა იმის თქმის და იმის აი თითქოს
პრობლემის მოგვარების დაწყების სტადია. ხო მე არ ვჯერა ახლა და ვერ დავიჯერებ იმას, რომ მერია შეძლებს აი პრობლემის მოგვარებას, რასაც ქვია საცობები და ახლა დაუშვათ იმის გაკეთებას, რომ გაკეთდეს ტრამვაის ხაზი მეტრო დიდუბიდან დიდ დიღობამდე. ხო ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ აი აქ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პუნქტი ჩადებული. ეს უდიდეს თანხებთან არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პუნქტი ჩადებული ელექტროავტობუსების შემოყვანა ქალაქში. ელექტროავტობუსები, რომელიც ეკოლოგიურადაც სუფთაა და ადვილი მისახედია თვითონ, აი და ამიტომ აი ამ ტრამვაის ხაზის გაკეთებას, ამხელა ხარჯის გაკეთებას, იქ მთელი აღმაშენებლის ხეივნის გაჩეხვას, აი ხეივნის რეალურად ისე უნდა გაკეთდეს, ხო? ელექტროავტობუსი უზრუნველყოფს უფრო რეალურად აი ამ მიმართულებას. ძალიან ბევრია ესეთი საკითხებია, ლიზი და ვფიქრობ, რომ ეხლა რატოა შეჩერებული იმაზე ტრამვაის გაკეთებაზე, ალბათ ტენდერი და ასე შემდეგ და იქ გარკვეული ფინანსური მოგება უნდა დაინახოს რომელიმე ჩინოვნიკმა რა, აი მე ესე ვფიქრობ, თორე მოდით რა შემოვიყვანოთ ეს სოფლიო გადადის უკვე ამ ელექტროავტობუსებზე და იმაზე ყველა გადადის თელს ყველა დედაქალაქში თითქმის ეს არის, ხო? კი ბატონო, შეიძლება დავტოვოთ ტრამვაი იყოს აი სილამაზის გამო ცენტრალურ ადგილას გავაკეთოთ, კი ბატონო, აი სილამაზე იყოს რაღაცა, მაგრამ რეალურად ელექტროავტობუსი ეს უფრო მომგებიანია და უფრო ეკოლოგიურადაც სუფთაა და ეკონომიურიც არის. კი ბატონო, და კარგი ალტერნატივა რა თქმა უნდა იმ ინიციატივის, რომელიც არსებობს. თავარი პრიორიტეტები რა არის თქვენი პოლიტიკური პარტიის? იმიტომ რომ მე როდესაც ვადევნებ თვალყურს თქვენს ასე ვთქვათ იმ ხედვებს, გზავნილებს, რომელსაც აჟღერებთ, იქ პირდაპირ საზოგადოების დაკვეთა რაც არის სოციალური მიმართულებით, აი ამ ყველაფერს პასუხობთ და მე მინდა რომ ეს თემები გავშალოთ, რომელიც არის მაგალითად სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი იქნება ეს თუ მუნიციპალური კლინიკების სასადილოების თემა. ეს ის თემებია, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ვყავს უამრავი სოციალურად დაუცველი, უამრავი დევნილები, ან მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად პენსიონერები, რომლებიც რეკავენ და პირდაპირ ღიად გვეუბნებიან, რომ თვიდან თვემდე ისინი შიმშილში ატარებენ და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მიგონია ეს სოციალური მიმართულება, რომელიც თქვენთან არის ძალიან კარგად გაშლილი. ამიტომ რომ მოგვიყვეთ და გვესაუბროთ. და ნუ დავიწყებთ ალბათ პუნქტობრივად. შეიძლება დავიწყოთ და პირველი ეს არის სოციალურად დაუცველთათვის სასადილოები. ჯერ ერთი სოციალურად დაუცველთა სასადილო, როგორც ასეთი, ჩვენი პროგრამის მიხედვით არ უნდა კონდეს მარტო იმ ადამიანს იქ შესვლის და ჭამის უფლება, ვისაც რაღაც საბუთი გააჩნია, სტატუსი გააჩნია, არამედ იმას, ვისაც მოშივდება. და ასეთი ძალიან ბევრია, სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ, რომელიც ეთაკილება როგორ თქვა, იცით, რომ აი სოციალური ის მიიღოს და სტატუსი მიიღოს და აი შიმშილის ზღვარზეა მისული, გამიგეთ? აქ კიდევ ერთი ფაქტორია, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მაგალითად მომლოდინია რომ სოციალური დახმარების რიგში ჩადგეს მიმღები ადამიანების რიგში, თუმცა ისინი ვერ იღებენ, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება მაცივარი კონდეს ვიღაცას მანქანა ყავდეს ან ასე შემდეგ. ეს ბარიერები, ეს ცალკე თემაა, ეს ცალკე თემაა რა, სასაუბრო თემა, რაღაც გარკვეული ბარიერები 21 საუკუნეში ადამიანს მაცივარი რო აქვს და იმას სოციალურ სტატუსს და ის მაცივარი გამოაღე და ნახავ შიგნით რა არის და მაგის მიხედვით და არა ის რომ ის ფუტლი არის დევს იქ. ხო და მეორე ჩვენთვის ის რომ რაიონში ერთი კი არა რაიონში უნდა იყოს 2-3 და ამას პლუს უნდა დაემატოს ის რომ კალორიულობა აი საკვების უნდა იყოს არამედ 60 არამედ დაახლოებით უნდა ღირდეს ნუ ჩვენი ესეთი რო ვთქვათ ესე გათვლებით დაახლოებით 5 ლარამდე მინიმუმ უნდა ღირდეს რომ კალორიულობა მიიღოს ადამიანმა ის რაც საჭიროა მისი ორგანიზმისთვის.
მეორე ეს არის რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე და აი ხა თითქმის ყველანი ვაწყდებით ამას, ეს არის აფთიაქები. საფთიაქო ბიზნესი, ესე ვთქვათ, რომელიც მონოპოლიური დამოუკიდებელი, რომელიც ხოცებს და ნაცებს გაყოფილი აქვთ და ისინი ერთმანეთში ესე სიამტკბილობენ აი ამ სიტუაციაში და არის დახმარება, მე ამას პირდაპირ ვიძახი, ეს უფასო წამლები, მაგრამ სამწუხაროდ ამ უფასო წამლებში შედის მხოლოდ ის მედიკამენტები, რომელსაც სამთოში ერთხელ არიგებენ, რომელიც მინიმალური ფასი აი მთლიან ის 90 დღის გამოდის სადღაც 10-15 ლარი. აი ეს ძვირადღირებული წამლები, ის წამლები, რომლებიც დეფიციტიური წამლებია, ამას კარტელური გარიგებაა და მას ფასი არ აკლდება და არა აქვს არავით. ჩვენ ვთავაზობთ მუნიციპალურ აფთიაქებს. მინიმუმ ერთი აფთიაქი რაიონში უნდა იყოს ის, რომელიც მოემსახურება და იქნება ბიუჯეტზე დამოკიდებული და რომელზეც იქნება მინიმალური ფასები წამლის. ეს იქნება ყველაზე რეალური. და მეორე, ასევე აი სფეროს თან საუბარში ეს არის მუნიციპალური საავადმყოფოები. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ისეთ ახლა პენსიონერი ადამიანი, რომელიც მიდის და საავადმყოფოში და უბრალოდ ვიზიტი, ექიმის ვიზიტი ხირს კატასტროფული 70-80 ლარი, პენსიონერისთვის რა თქმა უნდა მიუღებელია და ვერ იხდიან. ძალიან ბევრი ადამიანი ამას ვერ იხდის და ამის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს პროგრამაში რომ შეიქმნას აი ესეთი მუნიციპალური პოლიკლინიკა საავადმყოფოები თითოეულ რაიონში და ეს არის დაახლოებით თბილისის ბიუჯეტის 5%. დაახლოებით 5%-ია და ამის გაკეთებაც შეიძლება რომ აი ეს ჯგუფი, ეს პენსიონერთა ჯგუფი იყოს კმაყოფილი, ხო, რა დააშავა ამ ხალხმა და დღეს რომ ესენი გაჯგიმულები დადიან ჩემოლიზი და დავიანთი ვილებიდან, ჯიპებიდან არიყურებიან და ეს ვინ მოუყანა ეს ქვეყანა? ამ პენსიონერებმა მოიტანეს ეს ქვეყანა, ხო? მათი შექმნილია, მათი აშენებული, აბა ამათმა რა გააკეთეს? არაფერი არ გაუკეთებენ და არც არაფერს არ გააკეთებენ, მარტო თავიანთ ჯიპებს გაისქელებენ. აი ეს კიდევ ერთი ესეთი არის ტრანსპორტი. მუნიციპალური ავტობუსი. რომელიც ჩვენი პროგრამის მიხედვით არის ესეთი, რომ საათში ერთხელ ივლის უფასო ავტობუსი ქალაქის დაუშვათ გლდანიდან იმამდე ორბელიანის მოედნამდე. ხო, და ორბელის მოედნიდან მოსკოვის პროსპექტამდე, აი ეს უსახლკაროთობის პროექტი ასევე. ნუ ეს რა თქმა უნდა, ეს ბინადმშენებლობის პროექტი და მე ჩვენ არასდროს არ ყოფილი ვართ ლიზი, კიდევ ერთხელ ვიძახი, რაღაც ჩასაფრებული პოზიციიდან და რაღაცა ესეთი პრობლემურის არ ქონია ხელისუფლებასთან, ხო, აი რაღაც ჩაუსაფრდეთ და ბევრი და საკმაოდ კაი რაღაცა გააკეთა კალაძემ. მოდი აი ამას ვაღიარებ, ეს არის კოოპერატიული ბინადმშენებლობის საკითხი, მოგვარება დაიწყო და დაახლოებით 3000 ოჯახს მოუგვარა ეს საკითხი და ძალიან კარგი გააკეთა კალაძემ ამაზე. ნუ რა თქმა უნდა, აი ხელს წევთ და საუბრობ ამაზე, რომ ყოჩახ მაგისთვის. მაგრამ აი ეს როცა არის და შესაძლებლობა არსებობს იმისი, რომ უბინაო ხალხი ჩვენ დავაკმაყოფილოთ და მივცეთ ამ ჩვენს მოქალაქეებს ბინები დაურიგოთ, ისე როგორც იყო დაუშვათ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ხო, ახლა ბევრი აძაგებს ამას, მაგრამ იქ უნდა იყოს გარკვეული კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმს რომელი ოჯახიც აკმაყოფილებს, განსაკუთრებით ეს უნდა იყოს მიმართებად ახალგაზრდა ოჯახებისაკენ, ხო, აი იმ ოჯახებს უნდა გადაეცეს ბინები უფასოდ და
ეს არა მარტო აი ამ უბინაო პრობლემა და აი ამ ბინათმშენებლობის პრობლემებს მოხსნის, არამედ მოხსნის ჩვენთვის ყველაზე მძიმე და ყველაზე ძლიერ ტკივილს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემა იმისი, რაც დღესდღეობით არსებობს თბილისში განსაკუთრებით, იგრძნობა ეს არის მიგრაციისა და პრობლემა იმისი, რომ დღეს თბილისში უფრო მეტი სხვა ეროვნების ხალხია, ვიდრე ჩვენი საქართველოს მოქალაქეები. ხო, აი ძალიან ბევრი პრობლემაა ასეთი, აი დაუშვათ აი ქალაქში არის ასევე ბატონ გიორგი თუ შეიძლება ჩაგეჭრებით კორუფციის სერიოზული ნიშნები და პრობლემა, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ მუდმივად არის დაკავებების სერია, ხომ ეს არის წინა პრემიერ-მინისტრის დროინდელი სახეები, ის პირები, რომლებიც ადრე იყვნენ, თუმცა ფაქტი არის ერთი, რომ წლების განმავლობაში თურმე ეს ადამიანები უკანონოდ ბიუჯეტის თანხებს აი ასე უფლებოდნენ, ასე განკარგავდნენ ძალიან დიდ სერიოზულ თანხებზე, ეს არის სერიოზული გამოძიებაც არის დაწყებული, მაგალითად ჯოან შებურჭულაძის მაგალითზე ვამბობ და არის იქ მოლოდინი, რომ თქვათ პრემიერ-მინისტრი ყოფილი ვინც იყო იმ პერიოდში გავა იმ პროცესები იქამდეც და ის იქნება შემდეგი, რომელსაც დააკავებენ ღარიბაშვილს გულისხმობ და ასე შემდეგ, იქ ბუნებრივი დასკვნები არსებობს. აი აქედან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას კონდეს ეს გამჭირვალობა, რაც არის, ვთქვათ, დეფიციტური დღეს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ისევე როგორც ვხედავთ ახლა, რომ აი ამდენი ხნის შემდეგ, ამდენი წლის შემდეგ ვიგებთ, რომ თურმე ამ ადამიანებს სერიოზული სახელმწიფოებრივი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, ძალიან მარტივად გვიხსენიან ამ ყველაფერს, როცა ეს უშუალოდ ხდებოდა, მაშინ სად იყვნენ? აი ამ პროცესში როგორ ხდებოდა ეს მთელი სქემები, რომ ერთი და ორი ადამიანის დონეზე წყდება ეხლა, ხო? სამწუხაროდ ლიზი ჩვენ ელიტური კორუფციის მაგალითებზე ვართ რა და ეს შემოიტანა ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში დაიწყო ესა და დღესაც ძალიან კარგად გრძელდება და გააგრძელეს. ხა ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას და საერთოდ აი მიღებული წესია რა. აი პოლიტიკაში მიღებული წესია რომ შენ გუნდთან ერთად მოდიხარ და ხელისუფლებაში ხარ და შენ ხარ პრემიერ-მინისტრი და შენი მინისტრი და აღმოჩნდა როცა შენი თავდაცვის მინისტრი კორუმპირებულია და მეკრთამია, შენც უნდა აიღო პასუხისმგებლობა და იღებენ ამ პასუხისმგებლობას და ზოგი გადადგება, ზოგს იჭერენ, ზოგს ასე და ზოგს ისე. დაჭერას და ამდულად არავის არ უსურვებ, ეს გამორიცხულია, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ჩემო ლიზი, რომელზეც ბევრი არ საუბრობს. ეს არის დაპირისპირება, აი კლანური დაპირისპირება, რომელიც არსებობს თვითონ ქართულ ოცნებაში და დღეს აი ამ კლანმა, რომელიც ხელისუფლებაშია, დაამარცხა ის კლანი, რომელიც ესე ვთქვათ, ძველების კლანი და აი ეს ბრძოლა მიმდინარეობს და არა ის რომ რაღაც კორუფციას ებრძვიან და რაღაცა ეს შირმა, ეს არავითარი არ არსებობს აქ ბრძოლა კორუფციასთან. აქ არის უბრალოდ ერთმანეთთან დაპირისპირება და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი, კიდევ ერთი ძალიან ბევრი ხელისუფლების მაღალჩინოსანი არის სანქცირებული, ხოლო ორადორი პიროვნება, ვინც არ არის სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების მიერ, ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების მინისტრი. ხო, ეს ძალიან დიდ კითხვებს ბადებს, ეჭვიანობის ნიადაგზეც ხომ არ კეთდება ეს ყველაფერი, რომ ბატონო კომპრომატების სახით. ხო, რომ აი ესენი თურმე სხვა რაღაცას თამაშობდნენ, სხვა რაღაცას აკეთებდნენ და ძალიან ბევრი აი კითხვებია, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს რა, და ეხლა ადამიანი, რომელიც თუ ეხლა მართლა დამტკის და ისო ჯარში და აი ამ ფულს იპარავ, ჯარისკაც ფულს პარავ, აი ანუ არ ვიცი რა, ეს არის სერიოზული სახელმწიფოებრივი დანაშაული, ეს არის ადამიანი, კაცური დანაშაულია რა. აი ესე რომ ვთქვათ, რომ ჯარისკაც ფული მოპარო, არ ვიცი, აბა ადამიანი რომელიც შეუნა დაგიცვას. აი რამდენიმე წამი გვაქვს ალბათ დარჩენილი, ერთი წუთი და თუ შეიძლება რომ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს, თუ გაქვთ ამის სურვილი და შემდეგ უკვე დავამშვიდობთ. კი ბატონო, მინდა მივმართოთ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს თბილისელს, კან პირველ რიგში ჩვენ
თბილისელ ამომრჩეველს მინდა მიმართო და უთხრა რომ ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო, 4 ოქტომბერი მოდის თვითმმართველობის არჩევნების დღე და გავაკეთებთ ისე რომ შემდეგი 4 წელი ისევ საგინებელი დაგვრჩეს და ვაგინოთ და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. თქვენზეა დამოკიდებული ყველაფერი. თქვენ მიდიხართ იმ ყუთთან, აფერადებთ იმ ნომერს, რომელიც თქვენთვის სასურველია. მოგერიდებათ ნურაფრის, იქნებით ისე რომ ეს არჩევანი იქნება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ მე გთხოვთ რომ ყველამ გააფერადეთ რა ნომერი, პროფესიონალთა გუნდი, გამარჯვების გუნდი, გაიმარჯვებს პატრიოტთა ალიანსი, გაიმარჯვებთ თქვენ, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა საქართველო. დიდი მადლობა პატრიოტთა ალიანსის თბილისის საკრებულოს ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კარტოზია ყავდა სტუმრად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გადაცემაში კი ვფიქრობ რომ საინტერესო მსჯელობა გამოგვივიდა. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.